ტელეკომპანია იმედი და პრაიმ შოუ სტუდია წარმოგიდგენთ. სალამი ბატონო მიხეილ, დიდი მადლობა რომ აქ ხართ ჩვენთან სტუდიაში. იცით ალბათ დიდი ხანია მინდოდა თქვენი ჩაწერა, თუმცა ვერ ხერხდებოდა და საბოლოოდ მოხერხდა, რისთვისაც კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით და დარწმუნებული ვარ საინტერესო დიალოგი გამოგვიყვება. პირიქით ეს მე ვარ მადლობელი და განსაკუთრებულად საინტერესოა ზოგადად უნდა ვთქვა და კომპლიმენტი უნდა ვთქვა ამ გადაცემის მიმართ, თქვენს მიმართ და მადლობა გადაგიხადოთ მოწვევისთვის. არ ვიცი რა გამოვა და რამდენად საინტერესო გამოვა. ან ვინმესთვის როგორი საინტერესო იქნება, მაგრამ მე რა თქმა უნდა მადლიერი ვარ. თითქოს სტანდარტულად უნდა დამეწყო, იმიტომ რომ პირველი კითხვა სტანდარტულია, მაგრამ არ შემიძლია, არ ვიცი, ვინმე თუ უნდა, რაც უნდა ის დამაბრალოს, მაგრამ არ შემიძლია არ გამოვხატო ჩემი განსაკუთრებული განწყობა იმ ადამიანის მიმართ, რომელიც ჩემი კუთხიდან არის, რა. და წარმოშობით ჩვენი ესე ვთქვათ, კუთხე გვერდ-გვერდ სოფლებია ლესა და ჩიბათი. პრაქტიკულად ერთი სოფელია შეიძლება ითქვას რა და ჩემთვის განსაკუთრებული ემოცია, როდესაც ვიცი რომ იქიდან ხართ რა და პირდაპირ მაქედან დავიწყებ კითხვას, აქედან დავიწყებ კითხვას. რამდენად ხშირად გაქვს ფუფუნება საკუთარ კუთხეში სტუმრობის? კი, ჩემთვისაც განსაკუთრებული დამოკიდებულება და განსაკუთრებული გრძნობა მაქვს, რა თქმა უნდა, ჩემი კუთხის მიმართ და ვამაყობ ამით. ეს პირდაპირ უნდა ვთქვა. ეს არ არის უბრალო რამ ჩემთვის. კიდე ხასიათის თავისებურებით, ბევრი თვისებით, რა თქმა უნდა, უნდა ვთქვა, რომ ემადლიერები სწორედ იმას, რომ წარმოშობით ვარ გურული. ეს ხასიათზეც აღიბეჭდება ცხოვრების წესზეც, დამოკიდებულებებზე ადამიანების მიმართ, თუნდაც მაქსიმალისტური მიდგომები, რომელიც მაქვს, ალბათ უნდა ვთქვა, რომ სწორედ ამით არის განპირობებული და გამოწვეული. რაც შეეხება ზოგადად ჩემს სიყვარულს და ჩემ რაღაც განსაკუთრებულ გრძნობას და დამოკიდებულებას გურიის და გურულების მიმართ, მიუხედავად ამისა, ესე ყოველდღიურად სამწუხაროდ გარდა ოჯახის წევრებისა, ესე უშუალოდ გურიასთან შეხება არ მაქვს, მაგრამ როგორც კი და როდესაც კი შესაძლებლობა მაქვს, რა თქმა უნდა, ამას ყოველთვის ვიყენებ, რომ რაც შეიძლება ახლო იყოს ურთიერთობა ჩემ მშობლიურ კუთხესთან. კურსი მოხდა ნიშანთვისებები ხასიათში, რომელიც სწორედ დამახასიათებელი გაქვთ იმ კუთხიდან. მაქსიმალისტობის გარდა კიდე რას გამოარჩევთ? ხო, ესეც უნდა ვთქვა, რომ არა მხოლოდ დადებით თვისებებია და მაქსიმალიზმიც არ ვიცი რამდენად დადებითია, სიფიცხეც? სიფიცხეც. მართლა, სიფიცხე ხარ? რა თქმა უნდა. ვერ წარმოვიდგენი. ძალიან ერთი შეხედვით არ ჩანს. ეს ძალიან დიდი ნერვების და შრომის ფასად ეს ყველაფერი, ეს შეიძლება არ ჩანდეს, მაგრამ რა თქმა უნდა, რომ ისე როგორც ალბათ ყველა გურული, რა თქმა უნდა, ფეთქებადი ხასიათითაც, რა თქმა უნდა, სიფიცხით. აი მოკლედ ეს ცოტა გადაჭარბებულობა ყველაფერში, რა თქმა უნდა, ჭარბი ემოცია არის. კი, ემოციურობითაც. თუმცა ეს განსაკუთრებული უნარი არის, აი ხა ამას დიდი დაკვირვება არ ჭირდება, როდესაც იმ კუთხიდან ხარ და იმ ხარიდან ხარ, ამას დიდი უნარი ჭირდება, რომ ეს ყველაფერი ისე დაწიო, რომ არ ჩანდეს. დიდი ხნის მუშაობის პროცესი იყო ეს? დიახ, რა თქმა უნდა. ეს დიდი ხნის და ძალიან ისეთი ერთი განსაკუთრებული მიმართულებაა, ასე ვთქვათ, რომელიც აი საკუთარ თავზე მუშაობის პროცესში ალბათ ეს ერთ-ერთი მომენტია, რასაც ჯერ კიდევ ადვოკატობის დროიდან ყველაზე მეტად მუშაობდი, ასე ვთქვათ, საკუთარ თავზე ამ მიმართულებით, იმიტომ რომ აი როგორც ეძახიან, თქვათ, აი სიდარბაისლე სიდინჯე, რა თქმა უნდა, დამახასიათებელი უნდა იყოს ადვოკატისთვის, არა მხოლოდ ადვოკატისთვის ბუნებრივია, მაგრამ იქ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. პასუხისმგებლობის ბევრი მნიშვნელოვანი ფაქტორის გამო ეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ კარგად გესმოდეს, რომ იქ ემოციას გასათანი არ უნდა მისცემ. აი ადვოკატობა ახსენეთ და პირდაპირ გადასვლა მანდ გავაკეთოთ. გაიხსენეთ ის პერიოდი, როდესაც დადგა ის მომენტი, როდესაც არჩევანის წინაშე დადექი და
მიხვდით რომ ადვოკატობა შეიძლება ყოფილიყო პირველი ეტაპი. აი ეს პერიოდი რო გავიხსენოთ. ეს დღემდე მიუხედავად მართლაც ჩემი განსაკუთრებული მოწიწებისა და პატივისცემისა ექიმის პროფესიის მიმართ და ვთვლი მართლაც რომ ეს არის ერთ-ერთი არა ალბათ შეიძლება ითქვას რომ ყველაზე მეტად კეთილშობილური პროფესია ექიმი. ამის მიღმა პროფესიული არჩევანიდან გამომდინარე ადვოკატზე უფრო კეთილშობილური და ადვოკატზე უფრო მეტად საპასუხისმგებლოც ასევე მინდა ვთქვა მე პროფესია არ მეგულება. განსაკუთრებულად ვაფასებ, განსაკუთრებულად მიყვარს და განსაკუთრებულია ჩემი პატივისცემა, რა თქმა უნდა, ადვოკატის პროფესიის მიმართ. არჩევანი, რომელიც 99 წლის ბოლო იყო, როდესაც ეს არჩევანი გავაკეთე, დავიწყე ამ მიმართულებით პრაქტიკული საქმიანობა, ეს არ იყო მარტივი. იმხანად ჯერ კიდე სტუდენტობის პერიოდში. იმიტომ მე წავიკითხე რომ 2001-ში გაქვს დამთავრებული. დიახ, დამთავრებული 2001-ში მაქვს უნივერსიტეტი, თუმცა დაახლოებით 99 წლის მიწურულიდან რეალურად დავიწყე პრაქტიკული მუშაობა. არ იყო მარტივი არჩევანი, იმიტომ რომ იმხანად არც თუ მაინდა-მაინც პოპულარული იყო ეს პროფესია. ბევრი მიზეზი სისხლის სამართალი იყო? არა, ძირითადად სამართლის მიმართულებით, სამოქალაქო ადმინისტრაციულიც ნაწილობრივ, თუმცა ნაკლებად მაინც სისხლის სამართალი მქონდა გამოცდილება ამ მიმართულებით, თუმცა არა დიდი. ნუ რა თქმა უნდა, რომ უამრავი მიზეზი არსებობს, რის გამოც შეიძლება განსაკუთრებულად, აი არანორმალურად გიყვარდეს ეს პროფესია. მაგრამ ალბათ ეს რომ ვინმეს გააგებინო და აუხსნა ეს ძალიან ძნელია. თუ შიგნიდან არ გამოგიცდია რეალურად ამ პროფესიის მთელი ხიბლი. აი ეს გრძნობა და განცდა, რაც უკავშირდება მათ შორის აზარტს. საქმის წარმოებისა. საქმის მოგება-წაგების აზარტი ცალკეა, ხო? ესე იგი რაღაც მომენტში გრძნობს ადვოკატი ყველა, რომ რაღაცა მომენტში შეიძლება აი პროფესიული სტანდარტიც კი გადალახოს და გაცილებით უფრო მეტი ინტერესის განმაპირობებელი იყოს, აი მეტი აზარტი. აი წმინდა სპორტული ინტერესის გაჩენის. პრაქტიკულად შეიძლება ასეც ეთქვა. სტუდენტობაც გავიხსენოთ. ხო, ნუ ურთულესი პერიოდი იყო, ხა ახალს რას ვიტყვი ამ თვალსაზრისით 90-იანი წლები, უმძიმესი ყველა თვალსაზრისით. დღემდე მიკვირს უბრალოდ ხანდახან გაყინული აუდიტორია. აი ყინვის და ამის მიღმაც, აი ყველაფერი, აი მე არ მახსენდება უბრალოდ რამე რო ყოფილიყო, თქვათ, აი რო არ ყოფილიყო დეზორგანიზებული, აი ყველაფერი იყო უბრალოდ გაოხრებული, მაგრამ აქ პირველი რაც უნდა ვთქვა, რომ უნივერსიტეტიდან არ დაიწყო ჩემი ინტერესი, ასე ვთქვათ, რაღაც აი ცოდნის გაღრმავების მიმართულებით ბუნებრივია სკოლიდან მოდის. ამ მიმართულებით ჩემი მშობლების დამსახურებაა ეს უპირველესად, რა თქმა უნდა. მშობლების და ყველაზე ახლობელი ადამიანების, ვინც ოჯახის ირგვლივ ყავდა. ბუნებრივია, რომ მათი მხრიდან ნებსი თუ უნებლიეთ, მაგრამ რაღაცა ინტერესის გაღვივება ყოველთვის ხდებოდა. ბუნებრივი ადამიანი ხარ და გაინტერესებს რაღაც. ამიტომ იყო რა ხან ლიტერატურით, ხან თქვათ იგივე პასუხისმგებლობით, თქვათ აი გაკვეთილების სწავლასთან მიმართებაში, მაგრამ რაღაცნაირად იმ რთულ პერიოდში 90-იანი წლების პირველი ნახევარი მით უმეტეს, როდესაც აი სკოლაში სწავლის ბოლო პერიოდი და შემდეგ რაღაცა ინერციით გაგრძელდა თითქოს, რომ ну მეტნაკლებად აკურატული ვიყავი, ასე ვთქვათ, სწავლასთან მიმართებაში. 96 წელი იყო, როდესაც უნივერსიტეტში ჩავირიცხე, უნდა ვთქვა, რომ და ძალიან დიდი შექება, რა თქმა უნდა, იმ პროფესორებს და მასწავლებლებს, ვინც იმხანად ასწავლდნენ უნივერსიტეტში. ეს ურთულესი პერიოდი იყო არა მხოლოდ სტუდენტისთვის, ან მშობლისთვის. ეს ურთულესი პერიოდი იყო, რა თქმა უნდა, პროფესორ-მასწავლებლებისთვის. მშობლები ახსენეთ და მშობლებზეც მოგვიყევით. მშობლები, რა ვიცი, არ არსებობს დედამიწაზე ადამიანი, რომელსაც უფრო მეტად ვემადლიერები რამისთვის, ვიდრე ჩემი მშობლები არიან. ამაზე უფრო ღირებული ბუნებრივია, რომ არც არავინ ყავს ადამიანს, მინდა გულწრფელად აი თუნდაც აქიდანაც მადლობა გადაუხადოთ ჩემს მშობლებს. თან გაითვალისწინეთ, რომ აი პერიოდი ხო ახსენეთ. ხანდახან რომ ვფიქრობ, ეხლა მე თვითონაც ხომ მშობელი ვარ. ბევრჯერ ხო ვთქვამთ მშობლებსაც, არა ჩვენთვის. ეს ამბავი. აი დღევანდელი გადმოსახედიდან რო ვუყურებ, რა პერიოდში შვილების გაზრდა რა პერიოდში დაჭირდა მოუწიათ, ხო? აი გმირები ვინ არიან კიდევ. დღევანდელი გადმოსახედიდან, ხო, ეხლა ძალიან ბევრი წელია კიდე წინ პრაქტიკულად ჯერ ნახევარი ცხოვრებაც არ გაქვს გავლილი, მაგრამ დღევანდელი გადმოსახედიდან აი ამ პრიზმიდან რო გადახედო, საუკეთესო წლები რომლებია? ბავშვობა, სტუდენტობა, კი. ბავშვობა, სტუდენტობა, რა თქმა უნდა ეს არის. კარგი, ყველა ასაკს აქვს თავის ხიბლი. რა თქმა უნდა, რომ როგორ შეიძლება არ კონდეს განსაკუთრებულად დიდი ემოცია იმ პერიოდისთვის, როდესაც შეყვარებული ხარ ოჯახს ქმნი. როდესაც შვილი გიჩნდება, იწყებ
აღზრდას, კარიერა, ბევრი რამ ძალიან ყველა მომენტი, სადაც ბედნიერად გიგრძნე ადამიანს თავი, რა თქმა უნდა, ყველა ეს მომენტი განსაკუთრებულად გამახსოვრდება, მაგრამ განსაკუთრებულად დახონძდული ამ თვალსაზრისით და მდიდარი ამ თვალსაზრისით არის ბავშვობა და სტუდენტობა. შეუღლების პერიოდი და მომენტი ახსენეთ, შეყვარებულობის პერიოდი, ესეც რო გაიხსენოთ. ხო, აქ ცოტა ისეთი ორიგინალური ისტორია, იმიტომ რომ ძალიან ღრმა ბავშვობიდან ვიცნობდი მეუღლეს, ერთად ვემზადებოდით. და იქიდან მოყოლებული ბევრი წლის განმავლობაში ესე ცოტა დისტანცირებული მეგობრული ურთიერთობა გქონდა და ბოლო ხანებში რაღაც ისე დაემთხვა, რომ რამდენჯერმე შევხვდით და მე ესე აიწყო და მალევე დავქორწინდით. მოკლედ ერთმანეთის გაცნობაზე დროის დახარჯვა არ დაგჭირდა და სწრაფადვე დავქორწინდით. შეგვეძინა 2 შვილი გყავს და ვართ იქიდან მოყოლებული 2007-ში იყო ჩვენი დაქორწინების ამბავი. როგორი მამა ხართ? როგორიც მინდა რომ ვიყო ვერ, იმიტომ რომ დროს ვერ პოულობ იმისთვის რომ ეს შევძლო ძალიან სულ ეგრე არის თუ განსაკუთრებით ბოლო? სამწუხაროდ კი, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, მაგრამ სულ ესეა. სულ ესეა და ვერ კომპენსირდება თან ეს დრო და ეს დასანანია. და ეს ნუ არ გადავაჭერბებ თუ ვიტყვი რომ ეს არის განსაცდელივით რაღაც. რა თქმა უნდა, ამას კარგად აბალანსებს ჩემი მეუღლეც, მიუხედავად სამსახურისა, ნორმალურად აბალანსებს ამას ყველაფერს, გვეხმარებიან ჩვენი მშობლებიც, ამ თვალსაზრისით გარკვეული პრობლემები ნამდვილად არ არის, მაგრამ მენანება, რა თქმა უნდა, ეს განვლილი დრო, რომელიც ვერაფრით ვერ კომპენსირდება ვიმეორებ და ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან მნიშვნელოვანია ერთად გატარებული დრო. ის რომ აი ეს ურთიერთობა ამას ჭირდება, რა თქმა უნდა, ტრადიციით გამყარება და აი ამაზე მართლა გული მწყდება. Central Park Towers-ი არის 2 სართულიანი ნაგებობა ქალაქ თბილისის ცენტრში, Central Park-ის მიმდებარედ. Central Park Towers-ში თქვენ გაქვთ შესაძლებლობა გქონდეთ საკუთარი სასტუმრო ნომერი Radisson Blu's ოპერირების ქვეშ. Central Park Towers-ში ასევე იქნება ძალიან ბევრი საერთაშორისო ბრენდის ქვეშ არსებული ქსელური რესტორნები, ასევე იქნება უნიკალური event hall-ი გათვლილი 5000 ადამიანზე და ძალიან დიდი საშოპინგე სივრცე. მოკლედ, ვისაც ამის შესაძლებლობა აქვს, შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვას. ეხლა წავიდეთ 2012-2013 წლებში, სადაც თქვენ ინიშნებით იუსტიციის სამინისტროში, ხო? იუსტიციის სამინისტროში. აი ეს პერიოდი რო გავიხსენოთ, მაშინ როდესაც ქვეყანაში გარდატეხა მოხდა და თქვენ უკვე ახალი პოზიციიდან ემსახურებით ქვეყანას. კი, მე მართლა მქონდა ეს პათოსი და დღემდე ვფიქრობ, რომ ეს იყო აბსოლუტურად სწორი. დღემდე მაქვს ეს განცდა, რომ ეს სწორი გადაწყვეტილებაც იყო, მიუხედავად იმისა, რომ მართლა მენანებოდა საადვოკატო კარიერა და საადვოკატო პროფესია საზოგადოდ, იმიტომ რომ მართლა ძალიან მიყვარს ეს პროფესია. იმხანად იუსტიციის მინისტრი გახლდათ ქალბატონი თეა წულუკიანი, რომლისგანაც მივიღე ეს შემოთავაზება. მანამ დიდი ხნის ნაცნობა ჩვენ არ ქონია, რამდენჯერმე მქონდა გაგიკვირდათ პროფესიონალურ საკითხს. გამიკვირდა სიმართლე გითხრათ, იმიტომ რომ ესეთი ახლო ურთიერთობა და ეს არ გქონია. ვიცნობდით, პატივისცემდით ერთმანეთს, მაგრამ აღარ დაინახა პროფესიონალი თქვენში. არ ვიცი რა დაინახა, მაგრამ ეს მივიღე შემოთავაზება და მიუხედავად იმისა, რომ გამიჭირდა, სიმართლე გითხრათ, აი ვიგრძენი პასუხისმგებლობაც. პასუხისმგებლობაც, რომ არ შეიძლება მუდმივად სხვას თხოვდე რაღაცას და შენ თვითონ მზად არ იყო, რომ თუნდაც სხვას შეცდომებს როდესაც უთხრობ, შენ თვითონ გააკეთო ისე, როგორც მოითხოვს სხვისგან. ამიტომ რა თქმა უნდა, რომ ეს გამოწვევაც, პასუხისმგებლობაც ეს ყველაფერი და რაც ყველაზე მთავარია, რომ ის პერიოდი არ იყო მარტივი. ეს კოჰაბიტაციის სახელით თუ არის ბევრი სახელით მოიხსენიებენ პერიოდს, მაგრამ რთული პერიოდი იყო. და დიახ, რა თქმა უნდა, მინდოდა მეც რომ ჩემი წვლილი შემეტანა იმაში, რომ როდესაც ხედავდი, რომ რაღაცა სწორი მიმართულებით შეიძლება წასულიყო ქვეყანა. და საბედნიეროდ ეს ახდა კიდეც. ახდა და მაგალითად ის რომ დღეს დაფასებული და პატივცემულია ადამიანი, აი რას ეს ღირებულება. აი ეს ღირებულება იყო, რომელიც მე დავინახე იმთავითვე და აი ამას გავყევი, ასე ვთქვათ, აი ამ მიდგომას და საბედნიეროდ ამ არჩევანმა გაამართლა, ასე შემიძლია ვთქვა, იმიტომ რომ ამ თანამშრომლობის შედეგად დღემდე ასე გრძელდება, რომ მაქვს შესაძლებლობა ვემსახურო
იმ ღირებულებებს ერთგულად ვემსახურო და ყოველგვარი გადახოვის გარეშე. არავის ჩემთვის არ მოუთხოვია, რომ ერთი წუთით მაინც და წყარებით რაღაცა დამერღვია ის პრინციპი, რომელიც მე მაქვს გინდა პროფესიონალურად, გინდა ადამიანურად. ეხლა გადავამოწმე უბრალოდ რა და სწორად მახსოვდა. ცოტა დიდი კონტრასტი გამოდის ადვოკატობიდან აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარეობამდე. ემოციურად არ გაგიჭირდათ? კი, თვითონ სფერო ნაცნობი იყო, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ იქ იცავ ადამიანს და აქ მაინც და მაინც ცოტა ემოციური სფერო. აი, ამიტომაც ვთქვი, რომ იქ შეგიძლია, როგორ არის, აღსრულების პროცესი არ ნიშნავს იმას, რომ რაღაცა ცუდი როლი უნდა მოირგო. იქაც შეგიძლია, რა თქმა უნდა, ხარისხები ნახო, როდესაც არა ადამიანურად შეიძლება აღსრულება და შეიძლება გააკეთო ისე, რომ ეს იყოს ადამიანური. იქ სადაც მოვალეს ესე ეძახიან ადამიანს, რომლის მიმართაც იწარმოება აღსრულება, შეიძლება მოეპყრა ადამიანურად. ეს მომენტი არის, არა და უახსრულებოდ ქვეყანა ვერ იარსებებს. აი ამიტომაც ვთქვი, რომ გარკვეულ ეტაპზე პასუხისმგებლობაც არსებობს. შემდეგ გადადიხართ უკვე პროფესიულ გზას რო გავყვეთ იუსტიციის სამინისტროში მოადგილეთ, პირველ მოადგილეთ. აი ეგეც ცოტათი რო გავიხსენოთ ეგ პერიოდი. ეს არაჩვეულებრივი შესაძლებლობა ბევრი კარგი საქმე გაკეთდა. ეს ქალბატონი თეას პერიოდია, რა თქმა უნდა, კი. მინისტრის მოადგილე ვიყავი სულ ყოველთვის იმ პირობებში, როდესაც ქალბატონი თეა იყო მინისტრი და აი მართლა მადლიერი ვარ იმ შესაძლებლობის, რაც იყო ეს გატარებული 7 წელი ერთად მუშაობის. იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, მისი მომთხოვნი ხასიათის, ის რომ უკომპრომისოა ხშირ შემთხვევაში აიგივე მომთხოვნია და ასე შემდეგ, ამაში გახადა შესაძლებელი, რომ საკმაოდ რთულ პერიოდში განხორციელებულიყო ისეთი რეფორმები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები იყო. აი კრიტიკულად მნიშვნელოვანი რეფორმები იყო, დაწყებული არ ვიცი. თან არ ვიცი, აი მუშაობის სტილი, მანერა, ყველაფერი ეს რა ძალიან აი არაჩვეულებრივად დასაფასებელია, იმიტომ რომ აი ჩართული პირადად ნებისმიერი საკითხის შეთანხმებაში, გავლაში, ტექსტებზე მუშაობა, ყველაფერი ეს მართლაც არაჩვეულებრივი გამოცდილება იყო პირადად ჩემთვის. პარლამენტის წევრობა. ნუ რეკომენდატორიც იმხანად ქალბატონი თეა იყო. ჩემთვის ბუნებრივია ამ პერიოდის განმავლობაში ნაცნობობაც დაგროვებული ჰქონდა. გარკვეული რეპუტაციაც მქონდა და შესაბამისად, როდესაც გადაწყდა ეს საკითხი, იმხანად მოიხსენებათ, რომ ქალბატონი თეა შედიოდა პარლამენტში, ყოველ შემთხვევაში სია ესე დაფორმირდა, მივიღე შემოთავაზება და ბუნებრივია, რომ მქონდა შეხვედრაც პარტია, ესე შედგა ეს თანამშრომლობა. იქაც მართალია მანამდე ვიცნობდი ბატონ ირაკლის კურბახიძეს. მამუკას უფრო ადრიდან მაგალითად, ხო? იმიტომ რომ ის ადვოკატობის დროიდან მოყოლებული და სტუდენტობის დროიდან მოყოლებული. ვიცნობთ ერთმანეთს და მეგობრობთ. მართლაც არაჩვეულებრივი გამოცდილება იყო ესეც თავის მხრივ. არაჩვეულებრივი გამოცდილება იყო ამბობ, იმიტომ რომ იქ გაცილებით მეტ სფეროსთან შეხება მოგვიწია. პრინციპში არასდროს უცხო არ არის იურისტისთვის სხვა სფეროსთან შეხების წერტილების ნახვა, იმიტომ რომ ადვოკატობის დროსაც ხან სამედიცინო საქმესაც იხილავ და ხან არ ვიცი უამრავ სფეროს ედები, მაგრამ ეს მაინც განსაკუთრებულად გამორჩეული იყო ეს საპარლამენტო მუშაობა. ხა კანონის ტექსტზე მუშაობაზე უფრო მნიშვნელოვანი რა უნდა იყოს მით უმეტეს იურისტისთვის. მით უმეტეს ადამიანისთვის, რომელსაც აი ეს ღირებულება რაღაცა უპირველესად აქვს აღიარებული ადამიანის უფლებების კომიტეტში მომიწია მუშაობა და ეს მით უმეტეს აი ერთი-ორად მნიშვნელოვანს და საინტერესოს ხდიდა. 2024-ში ინიშნებით ჯანდაცვის და გზელის აღრეგალი აქვს სოციალურყოფის ხო შრომისა და როგორ არის ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის ჯანმრთელობის და სოციალური საკითხი. რთული გასამეორებელია, თუმცა სფერო რა თქმა უნდა გასაგებია, ურთულესი სფეროა და ესე გამოდის, რომ ბრუნდებით ისე უკვე აღმასრულებელ ხელისუფლებაში საკანონმდებლო ხელისუფლებია. ეხლა განსაკუთრებულ პერიოდს გადის ჩვენი ქვეყანა და ის ნაბიჯები, რომელიც იდგმება, ადამიანებს კიდევ უფრო მეტ რწმენას აძლევს იმისა, რომ ხვალინდელი დღე იყოს კიდევ უკეთესი. და სწორედ ამ პერიოდში ხართ, ამ გუნდში ხართ და კითხვა არის შემდეგი. 7 წელი აღმასრულებელ ხელისუფლებაში, მერე 4 წელი საკანონმდებლო ხელისუფლებაში და ეხა ისევ აღმასრულებელში. თქვენი ტერიტორია რომელია უფრო? აღმასრულებელი თუ საკანონმდებლო?
გამიჭირდება თქმა ხანგრძლივობის გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, აღმასრულებელი ხელისუფლება. ძალიან ბევრი დადებითი მხარე აქვს, მათ შორის ის, რომ უშუალოდ ხარ საქმეში ჩართული და თან განსაკუთრებული გურული ხასიათისთვის ძალიან ძნელია. ეს შუალობითი იყოს მონაწილეობა და ჩართულობა და რაღაცა შორიდან უყურო, ეს მარტივი არ არის. აი ფსიქოლოგიურად გამոխატო, რა თქმა უნდა. ამიტომ უფრო კომფორტული ამ თვალსაზრისით დიახ, რა თქმა უნდა, გახლავთ აღმასრულებელი ხელისუფლება. უბრალოდ ძალიან დიდია პასუხისმგებლობა ამ თვალსაზრისით. და არის ძალიან ხშირად ისეთი მომენტი, როდესაც გაქვს განცდა, რომ 24 საათი დღეში არ კმარა. აი ეს განცდა გაქვს. ეს არის ყველაზე რთული მომენტი, რომელიც გვაქვს აღმასრულებელ ხელისუფლებაში. ეს საზოგადოდ მართლა არსებობს ეს მომენტი და ეს განცდა. პარლამენტიდან უბრალოდ უნდა ვთქვა, რომ ეს არის აი სრულიად უნიკალური და არაჩვეულებრივი გამოცდილება. მერწმუნეთ, რომ დღეს რომ საკმაოდ დიდია რიცხვი ადამიანებისა, ვინც აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადმოვიდა პარლამენტიდან, ეს არის ქვეყნისთვის არაჩვეულებრივი, აი სრულიად უნიკალური შესაძლებლობა. ეს ნიშნავს იმას, რა თქმა უნდა, რომ ძალიან ბევრი რამ აბსოლუტურად გამართული და სწორი ხედვით შეიძლება წარიმართებოდეს. რამდენად განსხვავდებოდა მოლოდინი იმ რეალობასთან მიმართებაში, რაც დახვდათ? რთული აღმოჩნდა, იმიტომ რომ ჩემი დაკვირვებით და დღესაც მართლა ამას განსაკუთრებულად გვგრძნობ, რომ აკლია დღეს ჯანდაცვის მოწესრიგებას სამართლებრივი კულტურის უფრო გამტკიცება. სამართლებრივი ნორმები არის მოწოდებული, რა თქმა უნდა, რომ ცხოვრების და მნიშვნელოვანი ასპექტები არეგულიროს ყველა უკრება, სფეროები, რომელიც მნიშვნელოვნად მოითხოვს რეგულირებას, უნდა რეგულირდებოდეს. ამ თვალსაზრისით არის გამოწვევები და სამუშაო სამომავლოდ, რომ რაც შეიძლება მეტად დახვეწილი იყოს წესები. მესმის, რომ ეს ხშირ შემთხვევაში შემოქმედებითიც კი ასე შემიძლია თქვა ექიმების საქმიანობაზე, მაგრამ მიუხედავად აი ამ კრიტერიუმებისა, ეს არის სფერო, სადაც უფრო მეტად აქტუალურია და უფრო მეტად საჭიროება არსებობს ცალკეული საკითხების მკაფიოდ, ცალსახად, სწორად რეგულირებისთვის. ამიტომ ვფიქრობ, რომ აქ სამუშაო გვექნება ამ თვალსაზრისით ნამდვილად არსებობს. ამას ვამბობ არა ვთქვათ, როგორც კრიტიკულ ნაკლოვანებაზე ვსაუბრობ, არამედ ეს არის რეალურად შესაძლებლობა ჯანდაცვის სისტემისთვის ბევრად ეფექტიანად რო ეფუნქციონიროს. კრიტიკული ნაკლოვანება რა არის ყველაზე დიდი დღეს? აი ეს ამას ვიძახი ზუსტად, რომ ხშირ შემთხვევაში უწესრიგობამ, უსისტემობამ რისი რესურსიც რო ეს ყველაფერი ჩააყენოს სწორ კალაპოტში აქვს სამართალს და ეს იურიდიული ინსტრუმენტების მეშვეობით შეიძლება გაიმართოს, მე მენანება, რომ მაგალითად ქართველი ექიმების ინტელექტუალური შესაძლებლობები, რომელიც არაჩვეულებრივია. ის დღეს არ არის ისე დაფასებული, როგორც იმსახურებს. რისი ბრალია? აი ამ სისტემების ამას ვიძახი და ხშირ შემთხვევაში მაგალითად ეხლა ყველასთვის ნათელია, რომ მაგალითად პაციენტის ინტერესი ჯანდაცვაში უნდა იყოს ნომერ პირველი ღირებულება. ამასთან თუ თავსებადია ნებისმიერი სხვა არის, მხოლოდ ამ შემთხვევაშია შეწყნარებადი, ხო? მიღებადი, გაზიარებადი. ხო არ შეიძლება ეკონომიკური ინტერესი უფრო მაღლა დააყენო, ვიდრე პაციენტის ინტერესია. ის რომ ეს ასე უნდა იყოს და თავის ადგილას უნდა იყოს ეს ტრივიალური ჭეშმარიტება, რაც ყველასთვის გასაგებია, ამას უნდა უზრუნველყოფდეს, კი რა თქმა უნდა უზრუნველყოფდეს სამართლებრივი დაცვის გარანტიები. ეს უნდა იყოს უდაო, ეს უნდა იყოს უკამათო. რამ რომ პაციენტის ინტერესი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ზოგადად კონკრეტულად არ აქვს მნიშვნელობა, ყოველთვის უნდა იდგეს როგორც ნომერ პირველი ღირებულება. პირველადი ჯანდაცვის პროგრამა. რომელმაც განსაკუთრებული ქება დაიმსახურა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში კოპენჰაგენში, რომელსაც ასევე ისტორიულიც კი უწოდეს, ხო? მე რამდენადაც წავიკითხი ინფორმაცია ასეა. აი ამის შესახებ რო გითხრათ და ნამდვილად სამაყო ალბათ თქვენთვის სამაყო იქნებოდა ამის მოსმენა. მით უმეტეს ის რეფორმა, რომელიც ახლა ხორციელდება, აი ამ რეფორმის, აი ამის შესახებაც რო გითხრათ რა. ესე იგი ბატონი კლუგე აღფრთოვანებული იყო ჩანაფიქრით, იდეით და რეფორმის გეგმით. მართლაც კარგი რეფორმაა, ასე შემიძლია ვთქვა, მაგრამ ეს შექება უნდა მივიღოთ ავანსად, რა თქმა უნდა, ჯერჯერობით, იმიტომ რომ ეს ჯერჯერობით საუბარია კიდევ გეგმაზე. ეს ყველაფერი იწყება, მომდევნო წლიდან დაიწყება და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ძალიან ბევრი ხო გადაწყვეტილია უკვე რა თქმა უნდა.
კი ამ სამუშაო პროცესშია და რეალურად აი აქტიურ მუშაობას დაიწყებს ეს მომდევნო წლიდან. ჩანაფიქრი გახლავთ ასეთი, რომ ესე იგი იმასთან ერთად რაც არის ნეიროქირურგიული ოპერაციებიდან დაწყებული, ტექნოლოგიებით, რომელიც განვითარებულია ეს MRI იქნება თუ ნებისმიერი სხვა რაღაც, არსებობს კიდევ ელემენტარული რჩევის საჭიროება, რომელიც ხანდახან უფრო მეტად მწვავე საჭიროებაა, ვიდრე შეიძლება MRI კვლევა იყოს ან რომელიმე მაღალტექნოლოგიური კვლევა. აი ხშირად ელემენტარულ რჩევას, როდის კი არ ვაკნინებ აქ მნიშვნელობას თვითონ ამ სიტყვა ელემენტარული თანხმოვნებას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იმთავითვე სწორად მოხდეს მიმართულების აღება, აი გეზის აღება, რომელ ექიმს უნდა მიმართო, ვის მიაკითხო, რატო, რა შემთხვევაში. რა მედიკამენტით აირიდო თავიდან მაგალითად შესაძლო რომელიმე გართულება. ან მაგალითად არის თქვა აცრების გეგმიდან დაწყებული კლინიკში მონაწილეობის რჩევა ყველაფერი ეს არის ის სექტორი ასე ვთქვათ ჯანდაცვის, რომელიც აი პირველადი რჩევებით აი ამ ელემენტარული რჩევებით, მაგრამ ხანდახან ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი რჩევებით ამარაგებს ადამიანებს. ამიტომ წარმოიდგინეთ რამხელა მნიშვნელობა აქვს სწორად მიცემულ რჩევას, რომ წადის სწრაფად ჩაიტარე კვლევა, ხო, როდესაც ეტყვის ამას ექიმი პაციენტს. ეს უნდა გააკეთოს პირველადმა ჯანდაცვამ და არა ჰოსპიტალურმა სექტორამ. ამიტომ ამ სფეროს უკავშირდება ის, რაც ბატონმა კლუგემ ესე შეაფასა და ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი ჩანაფიქრია. ჩანაფიქრი, რასაც გულისხმობს, რაც ყველაზე მთავარია, ეს არის, რომ გვაქვს საკმაოდ ბევრი, რაც მე ყველაზე მეტად მომწონს, ასე შემიძლია ვთქვა, წამახალისებელი და სტიმულატორები, ასე ვთქვათ, იმისა, რომ რაც შეიძლება დადებით შედეგზე იყოს ორიენტირებული, არა ვთქვათ, აი ამბულატორიაში გატარებული საათებით იზომებოდეს, ვთქვათ, ხარისხი სამუშაოსი, არამედ ის, რომ აი კონკრეტულ პაციენტებს შორის მაგალითად რადიკალურად შეიცვლება იგივე კიბოს ადრეულ სტადიაზე აღმოჩენის მაჩვენებლები, როდესაც მაგალითად სწორად დანიშნული მკურნალობის შედეგად ადამიანი აკონტროლებს წნევას და ამის გამო პრაქტიკულად ინსულტის ჩამოყალიბების რისკი მინიმიზირდება. ეს ყველაფერი არის უმნიშვნელოვანესი რჩევა იმისთვის, რომ ადამიანი ყოველდღე ვერ შეძლებს წნევის საკონტროლებლად ჰოსპიტალში სიარულს. ამას უნდა აკეთებდეს პრაქტიკულად აი ამ ელემენტარული სწორედ, მაგრამ განსაკუთრებულად ღირებული რჩევების საფუძველზე. თუ ეს მოხერხდა, ჩავთვალოთ, რომ ეს წნეხსაც შეუმსუბუქებს, რა თქმა უნდა, დანარჩენ სექტორებს, ადამიანების კეთილდღეობას დიდწილად უზრუნველყოფს და იქ სადაც გაჩნდება, რა თქმა უნდა, მაღალტექნოლოგიური ჩარევების საჭიროება, რასაკვირველია, რომ ისიც ადგილზე იქნება. ცოტა ხნის წინ ამბავი იყო ატეხილი ინსულინის თემაზე. ამასთან დაკავშირებით რომ მოგვიყვეთ, რა მოხდა რეალურად? ეს ყოველთვის არის ხოთა შორის განსაკუთრებული მოწყვლადობის გამო, სენსიტიურობის გამო, ასე უფრო ალბათ სწორი იქნება თუ ვიტყვით, დიდია ხოლმე არაკეთილსინდისიერი ინტერესისთვის, ასე ვთქვათ, ნიადაგია, რომ ვიღაცა გამოვიდეს და რაღაც თავდასხმები, თუნდაც დეზინფორმაციის გზით გაავრცელოს. სამწუხაროდ აი ესეთ ვითარებასთან მქონდა საქმე. ბევრი იყო მონდომებული, მათ შორის პოლიტიკური მიკერძოების გამო თუ არის სხვა მიზეზებით, მაგრამ რომ გაელანძღათ ქართული სახელმწიფო, ან ჩვენი სამინისტრო, ან პირადად მე, რომ თქვათ, რომ აი რაღაცა არასწორად დაიგეგმა და ასე შემდეგ. ვრცელდებოდა არასწორი სინამდვილეს შეუსაბამო გარემოებები. რაში იყო საქმე, ეს უნდა ვთქვათ იმთავითვე, რომ ეს ითქვა და ამიტომაც გავიმეორებ ახლა კიდევ ერთხელ, რომ ორი გლობალური ლიდერია. შეიძლება მეტიც, მაგრამ საქართველოს ბაზარზე ორი გლობალური ლიდერია ინსულინის წარმოებელი, რომელიც აწვდიან სხვადასხვა ევროპულ ქვეყნებსაც, ყველას აი მთელ მსოფლიოს ამარაგებენ ინსულინით. ორივეა ხელმისაწვდომი ჩვენთან ბაზარზე, მათგან ერთ-ერთ შეექმნა გარკვეული დაბრკოლება მიუხედავად ჩვენს მიერ დაჭერილი თადარიგისა, ყველაფრისა, შესაბამისად გავაფორმეთ ხელშეკრულებას ყველაფერი, მაგრამ რა უნდა მოეწოდებინა თქო 15000 ერთეული რაღაც, მოგვეწოდა 8000. შესაბამისად ამ შექმნა გარკვეული ძალიან მოკლე, ხანმოკლე პერიოდით გარკვეული დეფიციტი. თან ყველასთვის არა. აი წესი გვაქვს ჩვენ ესეთი, რომ ინსულინი გაიცემა რაღაცა თვეების მარაგით. შესაბამისად ბევრ ადამიანს არც უგრძნია, რო არ გავრცელებულიყო ამბავი, მაგრამ ვერც გაიგებდა საერთოდ დეფიციტი იყო თუ არ იყო. ამ დეფიციტი რეალურად არ შექმნია. უბრალოდ ჩვენ დავიჭირეთ თადარიგი, ჩვენ ვუამბეთ მათ შორის ადამიანებს, ვისაც ეს მნიშვნელოვანი ყოფილიყო, რომ თუ ეს პროცესი იქნებოდა, ასე ვთქვათ, სახეზე, როდესაც ვთქვათ, ვინმეს კონკრეტულად გაუჩნდებოდა დეფიციტი, ასეთ შემთხვევისთვის გავითვალისწინეთ, რომ არსებობს ალტერნატიული საშუალება. ამიტომ
კრიტიკა იქით იყოს, მაგრამ აქ ცოტა სიფრთხილე მართებთ ადამიანებს, ვინც ძალიან ზედმეტად მოტივირებულები არიან რაღაცის კრიტიკა. ბოლოსკენ მივდივართ უკვე. უნდა გკითხოთ პირველადი ჯანდაცვის რეფორმის გარდა 2026 წელი როგორი იქნება თქვენ სფეროში და რა გაქვთ ჩანაფიქრებში? იდეები ძალიან ბევრი. უბრალოდ ამის ყველაფრის განხორციელებას რამდენად მოვასწრებთ, რამდენად შევძლებთ ყველაფერს 26 წლის განმავლობაში გამიჭირდება თქმა, მაგრამ უნდა თქვა, რომ აი იგივე ჰოსპიტალურ სექტორში გვაქვს გარკვეული გეგმები, გარკვეული გაუმჯობესებისა. გვინდა რომ სახელმწიფოს კონდეს ეს მნიშვნელოვანი ბაზები ამართულებით. გვაქვს პროფესიული განათლების მიმართულებით გარკვეული გეგმები, რომელიც უკავშირდება პროფესიონალთათვის უკეთესი პირობების შექმნას, ასე ვთქვათ, მომზადებისთვის უკეთესი გულისხმობ, უფრო მეტად ორიენტირებული პრაქტიკულ შედეგზე, გაზრდაზე, ასე შემდეგ. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება იგივე გაიდლაინების, პროტოკოლების გადახედვა ეფექტიანობაზე, შედეგებზე, რომ იყოს ორიენტირებული. არანაკლებად მნიშვნელოვანი იქნება, რომ ცალკეული პროგრამები, რომელიც ფუნქციონირებს, კარგად შევხედოთ, კარგად გავაანალიზოთ და დავისახოთ ამბიციური გეგმები, რომ სადღაც რომელიმე სფეროში რო არის თქვათ აი პროტოკოლი როგორ მიმდინარეობს მკურნალობა, იქვე განისაზღვროს, რომ აი ამ მკურნალობების შედეგად დიდ რიცხვებში რეალურად უნდა მივახციოთ იგივე შედეგებს, რომელიც აქვს თუნდაც ევროპულ განვითარებულ სახელმწიფოებს და ასე შემდეგ. ეს რეალურად მიღწევადია, განხორციელებადია, ყველაფერ ამას უბრალოდ სისტემაში მოქცევა ჭირდება და ასე შემდეგ. ტრადიციულ პირველ კითხვას ბოლოში დაგისვათ. ვინ არის მიხეილ სარჯველაძე? ესე მიღებულია ხოლმე, ის ხშირად ვცდილობ ხოლმე, რომ საკუთარი თავის შესაცნობად აი ლიტერატურული პერსონაჟები ვიპოვო ხოლმე და ყველაზე ამბივალენტურიც და ხასიათით ამბივალენტური უცნაურიც ხან რაღაცნაირად ავანტიურისტულიც შეიძლება ასე დავარქვა. ალბათ ყველაზე ახლოს ვისთანაც მიგრძნია ასე ვთქვათ ეს სიახლოვე, ეს არის მაინც დონ კიხოტის პერსონაჟი. ლაპარაკო. ეს ასე ხდება ეს კითხვა. დონ კიხოტის ეს არც საკებრად ვამბობ და უფრო მეტად თავის საკებრად არა, უფრო მეტად აი ნაკლოვანებების სანახავად შეიძლება უფრო მეტადაც კი, მაგრამ აი ხშირ შემთხვევაში მე სიმართლე გითხრათ გამიკვირდება ადამიანისა, ვინც პარალელს ვერ ავლებს საკუთარ თავსა და დონ კიხოტს შორის, ესეც ადამიანისა გამიკვირდება. ვიღაცა მეტად, ვიღაცა ნაკლებად, მაგრამ ბუნებრივია რომ ეს მომენტი ალბათ ყველას უნდა კონდეს ეს განცდა. უდაოდ საინტერესო იყო თქვენი მოსმენა, მე მინდა მადლობა გითხრათ ჩვენი დიალოგისთვის. მე პირადად ბევრი საინტერესო სიახლე მოვისმინე, ბევრი რამ ახალი გავიგე თქვენ შესახებ და დარწმუნებული ვარ, რომ მაყურებელმაც. ძალიან დიდი მადლობა და განსაკუთრებულად მინდა წარმატება გისურვოთ, რადგან ყოველი თქვენი წარმატებული ნაბიჯი ჩვენზე აუცილებლად აისახება ასე. ძალიან დიდი მადლობა თქვენ. მე მართლა არ ვარ დარწმუნებული, რამდენად საინტერესო შეიძლება იყოს ეს ყველაფერი, ეს საუბარი, მაგრამ გულწრფელად ვამბობ, რომ სრულიად გულწრფელად მოგახსენეთ ყველა პასუხი, რომელიც კითხვებზე, რომელიც თქვენ დასვით. უკლებლიო ყველას. ძალიან დიდი მადლობა. თქვენ დიდი მადლობა.